автомобილი დავიწყოთ, ეს არის Lexus GX, რომელიც მე თვითონ შევიძინე, 2022 წლიანი არის, შავ სალონზე. იდეალური ქარხნული ავტომობილი, ერთი დეტალიც, ერთი ჭანჭიკიც კი ქარხნული აქვს, აი ესეთ ძალიან მაგარი დისკებში. და ნუ ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ავტომობილია, $35000 ჯდება საქართველოს და საქართველოში ვფიქრობ, რომ $45000 ღირს ეს ავტომობილი, ქარხნული არის, დაუზიანებელი პაროგებით, შავი სალონით, აი ესეთი დიდი ეკრანით და შავი ტყავით, მულტიმედიით, მულტიკონტროლით, უკან ასევე სავარძლები აქვს და იქოქება დადის. არის ძალიან მაგარი ავტომობილი და იგზავნება საქართველოს მიმართულებით. დაახლოებით 2 თვეში იქნება საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მალე ვთვისთავთ ავტომობილებს უკვე, იმიტომ რომ გვაქვს ჩვენი, ესე ვთქვათ, რაოდენობა ავტომობილების და ვავსებთ კონტეინერებს, ჩამოყოს საქართველოს ჩვენ ვიხსნით და ყველა ავტომობილი რა თქმა უნდა არის დაზღვეული, იმიტომ რომ არ გვაწყობს რომ ესეთ ავტომობილებზე რამე რო გაფუჭდეს, ესე ვთქვათ, პასუხისგებლობა ჩვენზე ვიყოთ, არის სადაზღვო ცალკე, რომელიც აზღვევს. ესეც Porsche Panamera 2014 წლიანი, დაახლოებით ამერიკაში შეიძლება ეს ავტომობილი დაუზიანებელი $14000-ში მოიგოთ დახურულ აუქციონზე. ნუ ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაგარი ავტომობილია, შავზე არ ნახეთ როგორ გამოიყურება, ლაზერული ლინზიანი ფარებით არის, სალონი ნახეთ როგორია, როგორც Porsche შეეფერება, შავზე და ნუ ესე გამოიყურება. მეგობრებო, დამიწერეთ, ვისაც გამოსვლება გაქვთ, ვიდეოგრაფები ხართ, კიდევ როგორ შეიძლება რომ უფრო კარგი და საინტერესო ვიდეოები გავაკეთოთ. საკმაოდ მაგარი Panamera 2014 წლიანი, ვინც Porsche-ს ფანები ხართ და ბიუჯეტური ავტომობილი გინდათ, საკმაოდ კარგი ვარიანტია. არ დაგავიწყოთ ჩვენი Telegram არხის გამოწვევა, იმიტომ რომ ბევრი ესეთი საინტერესო ვარიანტი ჩავარდება, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ, ან თუ საომავლოდ ხართ დაინტერესებული. მე ჯონი ვარ, კომპანია CarMovers წარმომადგენელი ამერიკაში, საქართველოში ყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი უკვე დაახლოებით 25, რომელთანაც შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია, დაგეხმარებიან, მიხვიდეთ კონტრაქტი აიღოთ, ჩარიცხოთ დეპოზიტი, შეგიძნეთ ავტომობილს და გამოგიზავნით თავისი დაზღვევით და ყველა მომსახურებით. 540 2017 წლიანი ელექტროობის პრობლემა აქვს, ნუ არ ამგონია რომ ძრავი იყოს, ნაკლებად არის ხოლმე 3-დან 2 ძრავები, საკმაოდ გამძლე ძრავებია, ნახეთ უბრალოდ რა მაგარი ავტომობილია და იყიდება, ნუ შეიძლება ამ ავტომობილის ყიდვა $10000 ფაგლებს, საქართველოს დაჯდება $12500 იდეალურად, ესე ვთქვათ, ქარხნული ეგრეთ წოდებული ზაზორებით, 360 კამერებით, ჰედაფით, მაღალი კომპლექტაციით, ჰარმან კარდონით და ასე შემდეგ. გაჩვენებთ სალონსაც როგორ გამოიყურება, ნახეთ. ძალიან მაგარი ავტომობილია. ხო დაიქოქა ავტომობილი და ნახეთ ახლა რა არის აქ. უწერია რომ ავტომობილი არ იქოქებაო და გაიყიდება ამის გამო საკმაოდ იაფად ეს ავტომობილი და ავტომობილი იქოქება, გამართულია. კონდენსატი არის ეს, არ გეგონოთ რომ რაიმე ძრავია გაფუჭებული, ან ასე შემდეგ და